გამარჯობათ, მოგესალმებით. მე მაკა ბრეგაძე გახლავართ, ქართული ტვ-ის ჟურნალისტი. ეს ჩემი საავტორო გადაცემაა სტუმრად მაკა ბრეგაძესთან, რომელიც ყოველ კვირას საღამოს 8 საათზე გადის. მე როგორც ყოველთვის არ შემიძლია ისევ არ შეგახსენოთ ჩვენი ტელევიზიის შესახებ, თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები. მაგთიზე ნომრით 46, სილქნეტზე ნომრით 259. ვართ ასევე მაი ვიდეოზე, გვაქვს YouTube და Facebook გვერდები. ვართ ასევე ახალ ქსელებზე ნომრით 292 და რაც მთავარია, გადავედით 24 საათიან მაუწყებლობაზე და გადავედით ასევე სატელიტურ მაუწყებლობაზე, სადაც ყველა ქალაქში თუ ქვეყანაში შეგიძლიათ ჩვენი გადაცემების ნახვა. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს გადაცემას, ჩემს სტუმარს, მე მინდა ესეთ შესავალი გავაკეთო. სულ რამოდენიმე ხნის უკან, მოკლედ ჩემს სოციალურ ქსელში, Facebook-ზე გამოჩნდა ერთი ქალბატონი, რომელმაც, ესე ვთქვათ, მეგობრობა შემოთავაზა, დავამატე და მის პოეზიას, მის შემოქმედებას ყოველთვის ვადევნებ თვალყურს. რაც მე დავინახე ამ ადამიანში, მოკლედ პირდაპირ ვიტყვი გადაჭარბების გარეშე, ძალიან მომხიბლა, ძალიან მომეწონა და ჩავთვალე, დიდი ხანია მინდოდა რომ მომეწვია სტუმრად. რაღაც ძალიან შორიდან თითქოს, მაგრამ სითბო დავინახე, ვიგრძენი და არ შემეძლო ეს, ესე ვთქვათ, ისე არ დამეგვირგვინებია, რომ ჩემს გადაცემაში არ მომეწვია. მე მინდა გაგაცნოთ ქალბატონი, ხათუნა ცომაია, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, აბაშის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი და რაც მთავარია პოეტი. ქალბატონო ხათუნა, გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩემს გადაცემაში და ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, საუბარი გველის წინ. ძალიან კარგი იქნება თუ გაეცნობით ჩვენს მაყურებელს უფრო ახლოს და მოდით დავიწყოთ კითხვებით ჯერ თქვენს მიმართ. თქვენი ისტორია, მაინც მე ყოველთვის ვეკითხები ხოლმე ჩემს მაყურებელს, ჩემს რესპონდენტებს უფრო სწორედ, რომ აი თქვენი დავუშვათ ისტორია, თუ აი როგორ მოხვედით აქამდე. ადამიანს რომ ეს თავის შემოქმედებითი გზა აქვს განვლილი და რომელიც ძალიან საინტერესო პიროვნებად ჩამოყალიბდა, არ შეიძლება რომ მას რაღაც ისტორია წინ არ უძღვოდეს, ანუ არ კონდეს რაღაც მოსაყოლი, საინტერესო, რომელიც რა თქმა უნდა მისი მკითხველისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება და ასევე მაყურებლისთვის. საინტერესო ადამიანს ყოველთვის აქვს საინტერესო ისტორია. მოდი დავიწყოთ თქვენი ისტორიით, ქალბატონო ხათუნა, მოკლედ. დიახ, როგორ მოხვედით აქამდე? მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, უღმესი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. დავიწყოთ ბავშვობიდან. მონახას გავაკეთებ ძალიან მცირეც. დავიბადე აბაშაში, გავიზარდე შესაბამისად იქ. 16 წლის გოგონა ერთ დღეს ავედი ბაქანზე და ვთქვი, თბილისში მომავალ მატარებელს უნდა ვსულიყავი და ვთქვი, რომ მე აბაშას დაუბრუნდები სულ სხვა სტატუსით. ეს იყო გაუცნობიერებელი დამეფიცება, აშკარად არ ვფიქრობდი არაფერზე, არ ვიცოდი რა სტატუსი იყო, რა იყო, მაგრამ ამას ახლა წინამორბედი მიზეზები, რა თქმა უნდა. არ გამიმართლა სიყვარულში, ესე მოკლედ რომ ვთქვა ჩვენ ენაზე. გავიზარდე ღარიბ ოჯახში, მაგრამ არ ვწუწუნებ, მე სიღარიბე მასწავლა ადამიანების მიმართ სიყვარული და დიდი მადლობა ამისთვის აცგარდაცვლო ჩემ მშობლებს. თბილისში რომ ჩამოვედი, ჩავაბარე გპ-ის, რასაც ეძახიან ტექნიკურ უნივერსიტეტში და რაღაც ჩემ და მოკლედ გაუთვალისწინებელი მიზეზები მოხდა ისეთი რაღაც, შეუყვარდი ასაკით ცოტა დიდ მამაკაცს და გავხდი მისი მეუღლე. ჩემი ნებასურვილის გარეშე. მაშინ ასე იყო, ეხლა ჩემ თაობას, ჩემ თანატოლებს როცა ვესაუბრები, იხსენებენ ხოლმე რატომ იყო ესე და იყო ასე. რამდენი წლის იყავით? 16 წლის. 16 წლის. სწავლაზე რა თქმა უნდა მიმანებებინეს თავი, დავანებეს სწავლას თავი და ვიყავი ჩვეულებრივ დიდი შვილებს, 2 ქალიშვილი მყავს. 31 წლის ასაკში ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე, რომელიც
არ გამომიყენებია საგადასახადო საქმის მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული. მაგრამ ავად სახსენებელი 90-იანები იყო, საშინელი ომი მიდიოდა ქვეყანაში და ამიტომ ვისეცალა ჩემი ეკონომიურისთვის და ძიძად მუშაობ 33 წელია. გაზრდილი მყავს ხვისი, მაგრამ ჩემი 11 ბავშვი, რომლებიც უკვე ბავშვები აღარ არიან, დიდები არიან, 11 აღზრდილი მყავს. და მოვდივარ ასე, ბავშვობაში რაც შეეხება, მქონდა მცდელობა წერის, წერდი ჩანახატებს, არა ლექსებს, მაგრამ ამას ისე, სოფელში ისე უყურებდნენ, არავის სერიოზულად არ მიეჭდა ეს საკითხი და როდესაც ჟურნალ პიონერში დაიბეჭდა ჩემი ჩანახატი, მოვიდა, მახსოვს კონვერტი. ესე რო ვთქვა ჩვენ ენაზე და თავზე გადამახიეს ლამის რა დროს ეს არისო და რა საჭირო არისო, ეს ჭყალებში რა თქმა უნდა ესე არისო. და არ მახსოვს თუნდაც ამასაც ღიმილით ვიხსენებ ახლა ალბათ ეს ასე იყო საჭირო. ხო და რამოდენიმე წლის წინ ახლა აქტიურად უფრო შეუდექი ამ ძველი მასალები არ მომიძიებია რა თქმა უნდა ძველები დავხიე როგორც წერდი ვხევდი ესევე რატო არ ვიცი. და რა ვიცი ვარ უკვე 6 წიგნის კრებულის ავტორი ვარ. ეხლა მე-7 აპრილის ბოლოსთვის უნდა აუცილებლად გამოვიდეს პოეზია პროზაშიც ნენელა ფეხი შევდგი და ვცდილობ რაღაცას. იწერება თან რომანიც მარტოსულიც, რომელიც რა თქმა უნდა აგებული არის რაღაც ნაწილი ჩემ ცხოვრებაზე და მეორე ნაწილი ქალბატონის ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებაზე, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა თავისი სიცოცხლე. და რა ვიცი ეს რაღაცებს ვცდილობ რომ გადაეკვეთოს ეს გზები. რაც გამოვა მე მკითხველისთვის რა თქმა უნდა მე მინდია ყველაფერი. აი ეს არის სულ იქიც მოვედი. საინტერესო ისტორიაა ნამდვილად და თქვენს პოეზიაშიც, თქვენს ლექსებშიც იგრძნობა ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა სიყვარულის გადმოცემის განსაკუთრებული და რაღაც სხვანაირი ესე ვთქვათ სიტყვებიც გაქვთ და ლექსში მეთოდიც გაქვთ ესე რომ ვთქვათ. რომ აი სხვანაირად უყურებთ მაინც აი ამ ყველაფერს. მე მესმის პოეტები რომლებიც წერენ ძალიან შეყვარებულები არიან ან იყვნენ და შემდეგ ამას გადმოსცემენ, მაგრამ თქვენ ამას სხვანაირად აკეთებთ. მოდით დავამატებდი ჩემ წინა ნათქვამს. რა თქმა უნდა სიყვარულის და რა თქმა უნდა ტკივილის გარეშე მე არ მგონია რომ ლექსი დაწერო სიყვარულზე თუ არ ახარ შეყვარებული. ჩემი მთლიანი პოეზია ეხება, ვიტყვი ამას ღიად არაერთხელ მithქვია, ერთადერთ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი არ არის და იმასაც ვიტყვი, რომ ერთი ადამიანის გასვლით თუ ამდენი დაიწერებოდა, მაგრამ არც ერთი წიგნი არ ანაცვლებს, რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლეს, ეცოცხლა ჯობდა, მაგრამ იმის ამ ქვეყნიდან გასვლამ, მაგალითად, ჩემში აი ეს აფეთქება გამოიწვია. ადამიანი მიყვარდა, ამან მის შესახებ არ იცოდა არაფერი და ისე გავიდა ცხოვრებიდან, რომ ვერც გაიგო და არც უნდა გაეგო. მაშინ უნდა წავიკითხოთ რაიმე, უკვე უნდა დავიწყოთ. მარტოსულიო ჩამესმის მწარეთ. რაღაცა თითქოს ღმად ჩაწყდა ჩემში. ჩამეფიქრა და ავტირდი ცხარეთ, იქნება შვება კვლავ პოღმერთში. მდომარის სახით გავხედე აის, მეწამურია თებერვლის დილა. გაზაფხულამდე ვიცოცხლო მაინც შვებით ამოვთქვა, როგორ მithვილა. სიტყვა გახშირდა, ათრთოლდა გული, ფანჯრის სარკმელზე ცრიდა და ცრიდა, წვიმის ხმაურმა დაიპყროს სული, ბოლო იმედიც გამქრალა ციდა. მარტობაში ახსრულდა ღამე. ჩემში შენობით უშენო დილა, უსასრულობა მირჩიე რამე, ცრემლი თვალთა ცრის ძალიან ცივა. მდუმარის სახით გავხედე აის, მეწამურია თებერვლის დილა. გაზაფხულამდე ვიცოცხლო მაინც, შვებით ამოვთქვა, როგორ თფილა. სუნთქვა გახშირდა, ათრთოლდა გული, ფანჯრის სარკმელზე ცრიდა და ცრიდა. წვიმის ხმაურმა დაიპყროს სული, ბოლო იმედიც გამქრალა სციდა. ძალიან რაღაც ესეთი თბილი, მაგრამ ცოტა მძიმე სიტყვებიცა. ბატონო.
იცით რა, შეყვარებული ადამიანი მაინც მარტოსულია. თუ ამ სიყვარულის დაფარვა გიწევს და ჩვენ ახლა ისეთ გარემოში ვცხოვრობ და ჩემი აღზრდიდან გამომდინარე ისეთი აღზრდილი ვარ, რომ ბევრი რაღაცა არის, რისიც ღიად თქმა არ შეიძლებოდა, მე უფრო ჩემ კალამთან ერთად გავთამამდი და მადლობა ამისთვის უფალს. დაგეხმაროთ. შვება მომცა, ამითი შვება, ესე იგი, რასაც ვფიქრობ, იმის დადება არ მეშინია. ეს არის თუ ადამიანი ვინც წერს, თუ არ არის თავისუფალი თავის კალამთან ერთად, ცოდვა არის უფრო. რა თქმა უნდა, ჯობია არ წეროს. ჯობია და ვიცი მე ბევრი პოეტები, ვინც შეზღუდულია ოჯახის გამო, იმან რა თქვა, ამან რა თქვა. რა ვიცი, ოჯახაშენებულო პოეზია, ეხლა ისეთი რაღაც არის უფლისენით, ღმერთებისენით ვსაუბრობთ და რატო? მართალია, უნდა ამოთქვა თუ რაიმე გაქვს ადამიანს. გამგები გაიგებს. რა თქმა უნდა. ქალბატონო ხათუნა, თქვენი დამსახურებები. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ცით დამსახურებები გაქვთ, რომ მე მგონი ეს არც ეს არ არის დასამალი და თამამად შეიძლება ვთქვათ, როგორ მოხვედით, როგორ მიაღწიეთ ამ ყველაფერს და რა მოგცათ ძალა, რა თქმა უნდა, უფალმა პირველ რიგში, მაგრამ თქვენ თავთან როგორი შეხვედრა გქონდათ ამ ყველაფრის შემდეგ, რაც თქვენ წამოხვედით და მოხვედით აქამდე. იცით რა არის? 3 წლის წინ მე ვერც გავბედავდი. 3 არა, უფრო ადრე 5-6 წლის წინ ალბათ ვერც გავბედავდი, რომ ფიქრადაც გამევლო მწერალთა კავშირის წევრობა. იცით რა არის? ჩემთვის მწერალთა კავშირის წევრობა ყველაზე დიდი მიღწევა, რა თქმა უნდა, ოჯახის და შვილების იქეთ. რაზეც არის, რაზეც ეს სადაო არც არის. მე მწერალთა კავშირში შევედი 4 კრებულით. 4 კრებულის ავტორი ვიყავი და ისიც აი ესეთი მახსოვს, როდესაც მივედი ქალბატონმა ყოლამდე ისეთი ნერვიულ ძალიან განვიცდიდი. და დღესაც ვთვლი რომ დღესაც ალბათ ღირსი არ ვიყავი მაშინ. უფრო მეტი მომეთხოვებოდა ალბათ იმ მომენტში, მაგრამ წამოვიდნენ ამაზე და მიმიღეს მწერალთა კავშირში. და ეს არის იმხელა დიდი, აი სასიამოვნო ტვირთია, რომელიც გაწევს და აი სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ვცდილობ, აი ახალგაზრდებთან შეხვედრებზე ვცდილობ, რომ აი იმათ მივაწოდო, აი აუხსნელი ოცნებები არ არსებობს, თავარია შრომა. მე მაგალითად დიდი შრომის შედეგად ვაღწევ ყველაფერს. 24 საათიდან გჯერათ რომ 5 საათით შეიძლება არ მძინავს, იმიტომ საერთო კრებულზე მუშაობ პოეზიის 10 წუთი, აი უკვე მეორე კრებული უნდა გამოვიდეს. სადაც აი ქუჩაში მიმოპნეული მარგალიტები არის ყველა ერთად ააკინძული და მინდა რომ აი ეს მოთავსდეს. აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით ქორიძეს, ვინც პოეზიის 10 წუთის დამფუძნებელი არის და აი ჩვენ ერთად ერთმანეთისთან თანამშრომლობით თანადგომით, რა თქმა უნდა, თანაავტორობის აი ყველაფერი გავაკეთეთ და 163 თანაავტორი ყავს ახლა კრებულში. აი რომ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც საერთოდ ცხოვრებაში აი აზრადაც არ მოუვიდოდა რომ რომელიმე კრებულის თანაავტორი იქნებოდა. კრებულში არის 100 წლის მოხუცი, რომელიც მწერალთა კავშირში შევიდა, ასევე და დიდი მადლობა ამისთვის საქართველოს მწერალთა კავშირს და რეგიონალური უფროსს ლაშა გვასალიას. რომარა ლაშა გვასალიას თანადგომა ქალბატონი გოგუცა ვერ იქნებოდა ის 100 წლის მოხუცი მწერალთა კავშირის წევრი და აი აუხსნელი ოცნება აუსრულეთ აბაშვის მკვიდრია ქალბატონი გოგუცა. დამსახურებებს რაც შეეხება, მადლობა მწერალთა კავშირს, რა ვიცი, რაღაცის გამო, ალბათ ჩემი ესეთი შემართების გამო ვარ მარიკა ბარათაშვილის პრემიის მფლობელი, ვარ თამარიონის ენდაუმას მფლობელი. ეხლა სამარც კიდე იყო დაჯილდოება მე-13 ვცადე ბედი და პრემია ივერიეს გამარჯვებული გავხდი და მედალით დამაჯილდოვეს, რომელიც აი ჩემთვის ისეთი ილია მარხლის არის ეს რა თქმა უნდა ორდენი, ხო და ისეთი იყო ჩემთვის არ ვიცი ცხოვრებაში ესეთი არაფერი არ მიმიღია ალბათ. და დიდი მადლობა ამისთვის რა დამფუძნებლებს ვინც ხელი შეუწყო რომ აი 12 წელია ჭიემისა რა ქვია კეთდება ეს კონკურსი და მართლა ღირსეულები იმარჯვებენ. მე ჩემ თავზე არ ვიძახი ისეთი ადამიანები იმარჯვებენ რომ იმათაც აზრად რომ არ მოუვათ რომ რა ვიცი ესეთი სიხარულია რაც მე განვიცადეს სამარც უფალო აი ყველას განაცდევინოს.
ჩემი აი ყველაზე დიდი დამსახურება ის იქნება თუ ერთ ახალგაზრდას მაინც შევძლებ რომ თანადგომა გაუწიო, აი რა ვიცი. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ეს იქნება თორე ნამდვილად ჭირდება გამოცდილი ადამიანები ახალგაზრდებს, რომ რჩევა დარიგება მისცენ, რაღაც სწორი გზა აჩვენონ და რა თქმა უნდა გვერდით დაუდგნენ. ქალბატონ ხათუნა, მოკლედ მე მინდა თქვენს ისტორიას დაუბრუნდე. თქვენ ახსენეთ, რომ 16 წლის წამოხვედით თბილისში. და თქვით ის, რომ სხვა სტატუსით დაბრუნდებოდით. პირველი დაბრუნება თქვენი აბაშაში როგორი იყო და რა ასაკში? იცით რა არის, მე ახლა აბაშაში ყოველ წელიწადს რა თქმა უნდა ჩავდიოდი რაღაც პერიოდი, ერთი კვირა, ერთი თვე, რა ვიცი. მაგრამ არ ვიცი მაშინ რა ვიგულისხმო, მართლა სტატუსი არ ვიცი. ახლა აბაშაში რა თქმა უნდა ჩავიდოდი, ჩემ სახლში მშობლები სანამ ცოცხლები იყვნენ, ჩემი და იქ არის, მაგრამ რა ვიგულისხმე არ ვიცი. მართლა თვითცნობიერებლად იყო ეს სიტყვა და 44 წლის შემდეგ დაუბრუნდი როგორც მწერალთა კავშირის წარმომადგენელი. როგორი შეგრძნება გქონდათ? იმდენად თქვენს თავთანაც თვითონ თქვენს მისთან და ასევე აი თქვენიანებთან. იცით რა, დედა და მამა ცოცხალი არ არის. ცოცხლები რომ იყვნენ, ვეტყოდი რომ აი ტყუილად დამახიეთ თავზე. მაშინ ის გადმოგზავნილი კონვერტი მეთქი. ამაყი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხისმგებლობა ბევრია. აი მე ნდობა გამომიცხადეს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა რეგიონალის სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონალური განყოფილების უფროს ბატონ ლაშა გვასალიას. ჩემ შვილობის შალვა ქარჩავას ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს სამეგრელო ზემოსვანეთში. იცით რა, ბატონ ლაშას საერთოდ არ ვიცნობდი და ნდობა გამომიცხადა. აი როგორ შეიძლება არ გააკეთო იმაზე მეტი, ჩემ შესაძლებლობებზე მეტი, მინდა რომ გავაკეთო. აი ახლა 2 კვირის წინ ვიყავი აბაშაში ჩასული, თვეში ერთხელ ვცდილობ რომ ჩავიდე. და შეხვედრა იყო პირველ მეორე საშუალო სკოლასთან ერთად გაერთიანებული შეხვედრა იყო და აი ესეთი ფთხვიალა თვალებით ბავშვები რომ დახვდებიან მოზარდები და ერთ-ერთმა დამისვა ესეთი შეკითხვა. ქალბატონო ხათუნაო, თქვენთვისო რა არისო 64 და ჯოჯოხეთიო, ან სად არის 64 და ჯოჯოხეთიო? საერთოდ მიჭირს ხოლმე აი ესეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და არ გამჭირვებია უთხარი, შვილო, ჩემთვის ჯოჯოხეთი ამ პერიოდში აქ არის მეთქი და რატომ გაუპირდა? როდესაც მეთქი, თქვენზე ცოტათი დიდები, აი ოდნავ დიდები, 2-3 წლის დიდები, ხვდებიან დაუშვათ ფსიქიატრიულში. პოეტები ვინც წერენ. ვერაფრით ვერ შეგიძლია, აი არაფრით არ შეგიძლია ფინანსურად შენც აი მწირი შესაძლებლობა გაქვს რომ დაეხმარო და მაინც რაღაცას ცდილობ. ჩემი დარიგება იმას რა თუნდაც აქეთ უფრო დამარიგებენ. იმდენად განათლებული თაობა არის. მაგრამ ვერ ეხმარები, ნუ აი ამიტომ მე ვთხარი ჯოჯოხეთი ეხლა აქ არის და დიდი რა ვიცი რწმენით უფალი მიმიყვანს ალბათ იქამდე რომ 64 იქ იქნება და მივალ იმ 64-მდე რა ვიცი თუ მიმიღეს მეთქი. და გაუხარდა რა ვიცი პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო. ქალბატონო ხათუნა, თქვენ ძალიან ხშირად გიწევთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მოდით მაინც თქვათ რას ეტყოდით ახალგაზრდებს თქვენი გადმოსახედიდან, თქვენი განვლილი ცხოვრებიდან და უშუალოდ თქვენი გამოცდილებიდან. რას ურჩევთ მათ? იცით რა არის, მე ცხოვრებაში რამოდენიმეჯერ ეხლა მქონდა ამ ბოლო 3 წლის მანძილზე სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება მეტი ნაწილი შურით, ბოღმით არის სავსე. და ერთხელაც სახლში მოვედით ძალიან გამწარებული, აი პირდაპირ ჩემმა კოლეგამ პირდაპირ შეკითხვა ესეთი ირონია შეპარული შეკითხვა მითხრა, აი რატომ დაგაჯილდოვეს მარიკა ბარათაშვილის პრემიით? იცი საერთოდ ვინ არის მარიკა ბარათაშვილი? არ რატომ გაგიშვეს აბაშაში, შენზე უკეთესი პოეტები არ არიან? ეს ადამიანი იყო ნაბახუსები. მე გავეცი ესეთი პასუხი, მე შენ რომ ეხლა გიპასუხო, ჯერ ერთი უნდა ვიყო შენი დონის, შენ დონემდე მისული. უნდა ვიყო ან ნაბახუსე, ან შენ უნდა იყო ფხიზელი.
და რა აზრი აქვს პოლემიკას შენთან შესვლას, ამიტომ სიჩუმეს ავერჩევ მეთქი. მაგრამ ეს სიჩუმე საჩხერეში ვიყავით დასამალი არაფერი არ არის, ჩემი მეგობრის საღამოდან მოვდიოდით, გულიკო კაპანაძის საღამოდან მოვდიოდით და აი ამ ავტომობილის სალონში ვიჯექით 4 ადამიანი, 4 მეხუთე მძღოლი, გულიკოს ძმა და გულიკო მეუბნება მიყვება მე აი ტანშიო გამცრაო ვიფიქრე შენი ხასიათი გამომდინარე ალბათ გაგლიჯავდი შუაზეო და მე უთხარი არა მეთქი მე მოვითმინე მაგრამ ეს მოთმენა დამიჯდა მართლა ნერვების ფასად სახში რომ შემოვედი აი პირველი ვიღრიალე და ვთქვი რომ არასოდეს არავის არ მივცემ იმის უფლებას რომ გადამიარონ რაც მე უფალმა მომცა ნიჭი უფლისგან ბოძებულია ვის აქვს უფლება არ უნდათ გაიარონ არ წაიკითხონ მე არავისთვის არ წერ ჩემი თავისთვის და წერ იმ ადამიანებისთვის ვისაც მე უყვარვარ და მე ყველა მიყვარს ამიტომ მე ჩემ მეგობარს არ ჩავაშხამე ის აღამო მაგრამ ეს დამიჯდა ძალიან დიდი ნერვიულობის ფასად მოვედი სახში და პირველი რაც გავაკეთე დავბლოკე ის ადამიანები ვინც მე სამარეს მითხრიდნენ ზუსტად არ მიმითი კარგი გამოთქმა არსებობს, კარგს არათ უნდა მტერობა, ცუდია მუდამ მტრება. რა თქმა უნდა. მაგრამ ამ გამაძლიერა იმედენად, რომ მეორე დღეს ავიღე კალამი და დავიწყე მარტოსულის წერა, რომას ცხოვრებაში არ დავწერდი. ალბათ რომ არა, აი ესეთი ყველაფერს თავის ფიცკი აქვს. რა თქმა უნდა. წინაპირობა, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს ცხოვრებაში და ალბათ ყოველთვის როცა იბადება ადამიანი მას თავის მისია დაყვება თან თუ როგორ უნდა იცხოვროს და რა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ესე რომ ვეცადოთ მაინც ადამიანებო რომ ვიყოთ უფრო ლოიალურები და რაც მთავარია ვიყოთ ადამიანები რაც არ გამოდის სამწუხაროდ ადამიანებს სამწუხაროდ არ გამოდის კი კიდევ ხომ არ წაგვიკითხავდით კი წაგიკითხავთ ახლა გიჟმაჟუნა, რადგან მარტის თვე არის, ახლა მარც უხდება სიგიჟე. კი. გიჟმაჟუნა. ვით გიჟმაჟუნა მესტუმრა მარტი, უძილო ღამის გახთა მეგზური. თვალთა სიმწვანემ შემატა დარდი. უვადო ნატურის მერგო საგზური, ჭკუიდან ამშლის შემოფეთება, ან ფანტელთაგან ცეკვა დაისი, აკვირტულ კოკორთ აფეთქება და ჰორიზონტს იქეთ მდგარი მაისი. ვითარც მიჯნური სხივი ალერსით მზის პერანგს რიდით საკინძეს უხსნის ზეცაზე ალაკს შერჩენილ ნისლში უსასრულობა კარიბჭეს ახსნის ნავსახუდელად ქცეული შენკი გუშინ იყავდა დღეს აღარა ჩანხარ თბილისავანეც გაცივდა თითქოს ცივ სარეცელში მხოლოდ მე ჩანვარ ვით გიჟმაჟუნა მესტუმრა მარტი უძილო ღამის გახდა მეგზური თვალთა სიმწვანემ შემატა დარდი უადო ნატურის მერგო საგზური ესე მარტზე გააქვთ თქვენ ბევრი ლექსი კი მარტზე მაქვს ბევრი ლექსი გიყვართ ეს თვე მე ძალიან მიყვარს არა ეს თვე არ მიყვარს ზუსტად ამ თვეში მარტში გარდაიცვალა ის ადამიანი რომელზეც აგებულია მთელი ჩემი პოეზია მარტი ძალიან ტკივილია ჩემთვის, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ დავწერო მაინც გაზაფხულის თვე არის. ქალბატონებს უხდება მაინც ეს თვე, ესე ვთქვათ. ჭირვეულია. თუ ჩვენ უხდებით კიდევ ეგეც საკითხავია. ქალბატონო ხათუნა. ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა მაინც მინდა ოჯახში შევეხო თქვენი ოჯახი. მათი გვერდით დგომა თქვენ ყავთ ქალიშვილები. როგორი დედა ხართ და როგორ ასწრებთ უთავსებთ ამ ყველაფერს? დავუშვათ წერა ძალიან რთულია, ძალიან საპასუხისმგებლო და რა თქმა უნდა, როდესაც ყავს ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, მეუღლე და ასე შემდეგ. ალბათ ძალიან ცუდი დედა ვარ. რატომ? იცით რატომ? რაც წერა დავიწყე, შევეშვი საერთოდ ყველას და ყველაფერს. საკუთარ შვილიშვილებსაც თვეში ერთხელ თუ ვხედავ და შვილიშვილებს არა მარტო შვილიშვილებს, მეგობრებსაც კი თავიდან საყვედურობდნენ, მაგრამ დღეს სამსახურში ვარ. სამსახურის მერე სახში სანამ მოვალ წერლის სახში ვარ საღამოებზე. თვეში ერთხელ რაიონში გასვლა. თავისთავად წერაც კიდე დროს მოითხოვს და ღამით ვწერ. ალბათ მეთქი ხშირად მიფიქრია რომ არა უფალი რას ვწერ საერთოდ გაგებაში არა ვარ ხშირ შემთხვევაში
მე ვიცი პოეტები, ვინც მზიან და თვეობით კი არა წლობით ამუშავებენ ლექსებს და მე ამისი დრო მართლა არ მაქვს და ამისი ფუფუნება და აი რაც იწერება უფლისყალობით იწერება და ალბათ პასუხისმგებელი უფალს როგორ დავაკისრო ეს პასუხისმგებელი მე ვარ რა თქმა უნდა ჩემ ნაწერზე, მაგრამ მისი თანადგომით არის ყველაფერი რაც ხდება. დიახ. რა ვიცი. აი მაგრამ არ ბრაზდებიან. მაინც ბოდიშს მოვხდით თითოეულ ადამიანს, ვისაც ვერ ვაქცევ იმ ყურადღებას, რასაც იმსახურებს. პირველ რიგში ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს. ძალიან მინდა, მაგრამ მეტი არ გამომდის. იქეთ რომ გადავიხარო თქვენსკენ, მე ამ საქმეს ვერ გავაკეთებ და იცით რა არის ცხოვრება, მაინც მოსწრებაა ჩემთვის, მინდა მე ბევრი მოვასწრო. დიახ, გასაგებია. მაგრამ დედა არასდროს ცუდი არ არის. თქვენ მაინც ბევრს აკეთებთ, თუნდაც ის, რასაც აკეთებთ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ წარმატებები მინდა გისურვოთ. ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ და მინდა იმას მიაღწიოთ ცხოვრებაში და ნამდვილად გაქვთ კიდეც მიღწეული, თუმცა კიდევ წინ გაქვთ ყველაფერი, რაც თქვენს გულს უნდა და ყოველთვის ენდომება. და გადაცემის დასასრულს კიდევ ერთი ლექსი რომ გვაჩუქოთ. შენ წაგიკითხავთ სიშორის თქეშს. შენ დაიბადე ჭინკობის თვეში, როცა ჭინკები იწყებდნენ თარეშს. ქუჩაში იდგა წარღვნისგან თქეში, წველად მოედო ფიქრები ღამეს. მე დამებედე როგორც თილისმა, მიგენდენება წუთის წამებში. შენი გაჩენით ვიწამე ღმერთი შეგყევი სულის ნასახლარებში, განშორების და ტკივილის ფასად სიკვდილს უარყოფ დავიწვის შენში. გჯერა არ მინდა კვლავ შენობა წარღვნად ქცეული სიშორის თქეში. ვეღარ პატიობ გარდაცვალებას. სასაცილო არ მე უბედური, სადღაც შორეთში დაწყებულ ზღაპარს ისევ მივსტირი სული ცნეული. გადაიდარებს ალბათ ოდესმე. საიქიოსთან მოვალეული, გაღიმებული ჩამიკრავ გულში იტყვი დაბრუნდა გადარეული. შენ დაიბადე ჭინკობის თვეში, როცა ჭინკები იწყებდნენ თარეშს, ქუჩაში იდგა წარღვნისგან თქეში, წველად მოედო ფიქრები ღამეს. დამიჯერებთ ეს ლექსი ვიცი ზეპირად, მაგრამ რომ არ შემეშალოს. მაინც ემოციის. ამის ამას იმიტომ ემოციურად კითხულობ. დიახ. მეხუთე კრებული იყო ჩემი სიშორის თქეში, რომელიც აი გერმანიაში წავიდა და ითარგმნა გერმანულ ენაზე. და რაღაც პასუხისმგებლობა უფრო მეტი მაქვს ამ ლექსის მიმართ. არაჩვეულებრივია. მართლა ძალიან ღრმა პოეზია და ღრმა ემოციებია. მე მინდა მართლა საუკეთესო გისურვოთ, ჯანმრთელობა, რაც მთავარია. დიდხან სიცოცხლე და შექმენით ის, რაც თქვენს გულს უხარია. ყველაზე დიდი საჩუქარი ეს იქნება ოჯახისთვის და საზოგადოებისათვის. დიდი მადლობა მობრძანებისათვის ქალბატონო ხათუნა. დიდი მადლობა ჩემს მაყურებელს და მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხართ. ჩვენს არხს უყურებთ, რა თქმა უნდა, ჩემს გადაცემებს უყურებთ. ჩემი ხმისთვის დიდი ბოდიში ცოტა გაციებამ შემომიტია, ამიტომ მთავარია ქალბატონი ხათუნა ჩემთან ერთად არის და ნამდვილად ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. გმადლობთ დროებით, კარგად გრძანდებოდეთ.